ოცნებამ მის მიერვე შექმნილი კომისიის ფუნქცია ფაქტობრივად გააუქმა. ივანიშვილის პარტია 28 ნოემბრიდან მოყოლებული ყველაფერს კრძალავს, რაც მას ხელს უშლის, იღებს დრაკონულ კანონებს, რეპრესიული ცვლილებებით ებრძვის გამოხატვის თავისუფლებას, შემოაქვს მედიის შემზღუდავი ნორმები, აგერ ამ კვირაში ამტკიცებს კანონს ეგრეთ წოდებული აკრძალული გრანტების შესახებ და ზოგადად ცდილობს შექმნას შიშის ატმოსფერო. ამ სურათს ემატებოდა ოპოზიციის აკრძალვის ანონსიც და ამისთვის საფუძველი კომისიას უნდა შეექმნა. რამდენადაც პარადოქსად არ უნდა მოგეჩვენოთ, სხვა შორის ოცნების პარლამენტმა გუშინ ეს კანონი პირველი მოსმენით მიიღო იურიდიულ კომიტეტზე და გუშინ დღის პირველ ნახევარში ოცნების დეპუტატებს კანონის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. დღის ბოლოს საღამოს კი მდინარაძემ მათ უთხრა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვერ მოასწრებენ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას და პროცესი გადავადდება. თუკი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას სურდათ და მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში ფორმალურად ამის გაკეთება არ გაუჭირდებოდათ, მაშინ რატომ გადაიფიქრეს? თუკი თავიდანვე არ ჰქონდათ ეს გეგმაში, მაშინ რატომ დააანონსეს აკრძალვა? ვერსიებს შევეხებით, თუმცა იქამდე მივყვეთ ფაქტებს. წელს 5 თებერვალს შეიქმნა ოცნების კომისია წინა ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის მიზნით, აქ დასრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრული იყო 5 მაისი. 27 მარტს უკვე მდინარაძემ გითხრა, რომ ნაციონალური მოძრაობის ასაკრძალად მიმართავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამავე ბრიფინგზე თქვა, რომ კომისიის მანდატს გააფართოვებდნენ. 31 მარტს უკვე დარეგისტრირდა ინიციატივები პარტიების აკრძალვის შესახებ ოცნების პარლამენტში, ეს დღეს უკვე წინაც წაწიეს. ასევე თქვეს, რომ მანდატს აფართოვებდნენ. 10 აპრილს ოცნებამ კომისიის ვადა გაახანგრძლივა 5 ივნისამდე. 14 აპრილს ოცნებამ უკვე გადაიფიქრა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა არჩევნებამდე. სანამ მდინარაძის გუშინდელ განცხადებას მოვისმენთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა თქვა მანამდე 27 მარტს. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. როგორც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა. ჰქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით. მივიღეთ გადაწყვეტილება მისი მანდატი გაფართოვდეს საერთო ჯამში 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე. აი ამ განცხადებიდან ზუსტად 4 დღეში ხელისუფლებაში მყოფ პარტიამ დაარეგისტრირა ორი ინიციატივა პარტიების შესახებ კანონში და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში. პირველი იძლევა შესაძლებლობას აკრძალული პარტიის მსგავსი პარტია აკრძალოს, მეორე კი ეხებოდა საარჩევნო პერიოდს, თუ კი პარტიის აკრძალვა საჭირო გახდებოდა საარჩევნო პერიოდში, ამას საკონსტიტუციო სასამართლო შემჭიდროებულ ვადებში 2 კვირაშიც გააკეთებდა. ამ ინიციატივას ოცნება ამ კვირაში, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაამტკიცებს. რა მოხდა ამის შემდეგ? ახლა გეტყვით, როგორ ხსნის გადაწყვეტილების შეცვლას უკვე მდინარაძე დღეს და გუშინ. ოცნება სურს დაგვაჯეროს, რომ გადაწყვეტილება პროცედურული ვადების დაცვის მიზნით მიიღეს. მდინარაძე ამბობს, რომ ვინაიდან კომისიის ვადა გახანგრძლივდა ივნისამდე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მოასწრებდა გადაწყვეტილების გამოტანას და მათ არ სურდათ სასამართლოს დაჩქარება. დავუშვათ, რომ ეს რეალური არგუმენტია. მაშინ კითხვა ის, რომ კომისიის ვადის გახანგრძლივებას აპირებდნენ, ეს მდინარაძემ 27 მარტსაც იცოდა და მაშინ გამოაცხადა ამის შესახებ, რატომ დაანონსა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა. სამთოში აბსოლუტურად მარტივადაც კი შეიძლება ყოფილიყო შესაძლებელი გარკვეული მასალების გამოძიება, ასე თქვა და შესწავლა, რაც 2012 წლამდე იყო მანდატის ფარგლებში 3-12 წლის პერიოდს რაც ეხებოდა, კიდევ უფრო ზუსტად რო ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ისევ ბევრი რაღაცა იცის საზოგადოებამ და მაგალითებით შეიძლება გავსულიყავით ბოლომდე. თუმცა როგორც კი დღის წესრიგში დადგა მანდატის გაფართოება 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც, ამ შემთხვევაში უკვე ყველას გაუჩნდა რეალური განცდა იმისა, რომ ეს შეიძლება ვერ მოსწრებულიყო და სწრაფად განვითარდა აქ მოვლენები. მე უნდა გამოსულიყავით, აი პირდაპირ გეტყვით მაშინ და მოგვეწოდებინა საკონსტიტუციო სასამართლოსაც, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულ რეჟიმში მიიღო გადაწყვეტილება, რაც იქნებოდა საერთაშორისო სკანდალი გადაჭარბების გარეშე.
კითხვას ხომ არ უკავშირდება ოცნების გადაწყვეტილება იმ ვერსიას, რომ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში სურთ შეტყუება. დინარაძე ასე პასუხობს, შევიტყუოთ, რა თაგვები ხომ არ არიან ხაფანგში შევიტყუოთ. აქვე ბრიფინგზე მან კიდევ ერთხელ უწოდა აგენტურა ოპოზიციურ პარტიებს და განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის პატრონები და დამფინანსებლები პარტიებს დაავალებენ არჩევნებში მონაწილეობას. სამი კვირის წინ არ იცოდით, რომ ვერ მოესწრებოდა ეს პროცედურა თვითმმართველობის არჩევნებამდე. არის ეჭვი, რომ შეგეშინდათ სანქციების. ეს კი უკვე კითხეს ირაკლი ზარქუას. მას ჩემმა კოლეგამ სალომე ლაბაძემ კითხა და ზარქუამ პასუხისგაცემა TikTok ტრენდის გამეორებით გადაწყვიტა. ვერ ესწრება. საკონსტიტუციო ხო თავისი პროცედურებია, ეგრევე შევიტან სარჩელს და ეგრევე ხო არ დაიწყებს. ამიტომ ვუთხარით ჩვენ, რომ არასწორი მოლოდინები რო არ შევქვნათ. რეჟიმი გასამართლდება. თავიდან ბოლომდე და ეს პირობა რაც დავდეთ ბოლომდე მივა. უბრალოდ მანამდე ამ რეჟიმს ადგილობრივ თვითმმართველობაში გაასამართლებს უკვე მორიგჯერზე ქართველი ამორჩეველი. სამი კვირის წინ არ იცოდით, რომ ვერ მოესწრებოდა პარტიების აკრძალვის პროცედურის დასრულება თვითმმართველობის არჩევნებამდე. წესით უნდა გცოდნოდათ ამის შესახებ. ამიტომ ეჭვია, რომ თქვენ შეგეშინდათ დამატებითი სანქციების. ამას ამბობენ მათ შორის თქვენი ოპონენტებიც. უყურეთ, ეს მე მესმის ხა ფორმულა, აბა სხვა კითხვა რა უნდა გქონდეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ გეშინიათ. ნუ გეჩინიათ. ყველაფერი კარგად იქნება. რას სურს რეალურად ოცნებას? დღეს ახალბედა ოცნების სპიკერმა ლევან მაჭავარიანმა სხდომაზე თქვა, არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ლომჯარიას დანიშვნა და ზურაბაშვილის გაპრეზიდენტება, არც გიორგი გახარიას გაპრემიერება. უბრალოდ მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა, საზოგადოება ჩვენს მდგომარეობაში უნდა შევიდეს. ციტატის დასასრული. რისთვის ითხოვს მდგომარეობაში შესვლას მაჭავარიანი? ამავე გამოსვლისას მან ახალგაზრდებს მიმართა, რომ უყურონ აუცილებლად კომისიის ხდომებს და ამის მიხედვით გააკეთონ უკვე არჩევანის საარჩევნო უბნებზე. ისაც არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიას ჰქონდა საარჩევნო მიზნები, ოცნება ისედაც წინა საარჩევნო კამპანიაშია და ეს პლატფორმა შექმნა საზოგადოებაზე მანიპულირებისთვის. მაჭავარიანის დღევანდელმა განცხადებამ კი ეს ფაქტობრივად დაადასტურა. ძალიან ხშირი არის საზოგადოებისგან შეკითხვა და მე მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, მით უმეტეს ჩვენს ამომრჩეველს, თუ რატომ დაწინაურდა ამის შემდეგ ბატონი გახარია. მართლა ბოდიშს ვიხდით საზოგადოების წინაშე, უბრალოდ საზოგადოება უნდა შემოვიდეს ჩვენ მდგომარეობაში. ჩვენ არც კოჰაბიტაცია არ გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვნა არ გვინდოდა, არც ქალბატონის ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არ გვინდოდა და არც ბატონი გახარიას გაპრემიერება არ გვინდოდა. უბრალოდ ჩვენ მაშინ პოლიტიკური ჯანი არ გქონდა მაგდენი, ვინაიდან ჩვენი სუვერენიტეტი არ იყო ესეთი გამტკიცებული. ამაზე დრო მოვა და უფრო დეტალურად ვესაუბრებ ჩვენ საზოგადოებას და შესაბამისად ეხა ყველა ხვდება, რომ ჩვენ არავის არაფერს არ ვეკითხებით და არ ვითვალისწინებთ. ლევან მაჭავარიანი უკვე მეორედ ექცევა მედიის ფოკუსში უნებლიე წამოწთენებით და პოლიტიკურად გაუმართავი განცხადებებით. დაახლოებით 1 კვირის წინ მან პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა ქვეყანაში, მოგვიანებით კი ასე ახსნა, რომ ეს იყო მექანიკური შეცდომა. და ასე ჩანს ის დანაღმულ ველზე დადის გამოცდილების გარეშე. ვნახოთ ამ ველზე სიარულს ასწავლიან თუ სიარულს აუკრძალავენ, მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს საკითხი ჩვენი ინტერესის სფეროს საერთოდ არ არის. როგორი რეაქცია ოპოზიციაში, რატომ გადაავადა ოცნებამ ოპოზიციური პარტიების საკრძალვა? 4 ოპოზიციური პარტიიდან 2 ამბობს სასახად, რომ არ აპირებს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის. ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ მას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ოცნება. მათ დიდი ხანია ისედაც აქვთ დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობის განადგურება, თუმცა ეს არ გამოსდით. რას ამბობენ, რას არ ამბობენ, ჩვენთვის ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ მოგიწოდებთ პრესა იქნებით თუ სხვა დაინტერესებული ადამიანი ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევენ. ისინი არიან ჩვეულებრივი პიარით დაკავებული, რა დროს რა აწყობთ იმას ლაპარაკობენ. ნაციონალური მოძრაობის განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვს, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, არანაირ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. განსხვავებულია გახარიას პარტიის და ლელოს პოზიცია. ლელოში ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი საერთოდ ისევ ოცნებას სჭირდება პროპაგანდისთვის. ყოფილი პრემიერის პარტიაში კი დღეს თქვეს, რომ ეს ოცნება აძლიერებს მუდმივად ნაციონალურ მოძრაობას და ახლაც ამ გადაწყვეტილების შესვლითაც ოცნება აძლევს ნაციონალურ მოძრაობას შანსს.
თუ ვინმე მათგან ქმნის რეალურად სერიოზულ ძალას, ეს პირველ რიგში არის ოცნება და ეს გადაწყვეტილებაც, რომ კიდევ ერთხელ მისცე ნაციონალურ მოძრაობას შანსი არჩევნებში მონაწილეობის, ბუნებრივია ამ ფაქტს და ჩვენ ამ მოსაზრებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გადაწყვეტილება ჯერ ჩვენ არ მიგდრია. წულუკიანის საგამოძიებო კომისია ივნისამდე აპირებს მუშაობას კიდევ ერთი თვე სავარაუდოდ სისტემის კრიტიკოსებს და ოპოზიციის ლიდერებს ისევ დაიბარებენ. არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც დაიბარეს კომისიაზე არ გამოცხადდა და ამის გამო უკვე ოცნების მთავრობის პირობებში მათ პატიმრობა ემუქრებათ. რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე უკვე აღძრა, სასამართლომ გირაოდ შეუფარდა, მათ შორის არის მამუკა ხაზრაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი და ასე შემდეგ. თეა წულუკიანის კომისია სარეპრესიულ კანონებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მნიშვნელოვანი ადგილიც უჭირავთ. გაგახსენებთ, წულუკიანის კომისია გააკრიტიკეს ძალიან მწვავედ გასულ კვირას იმის გამო, რომ ის პოლიტიკოსებს იბარებს და სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს პასეს 2008 წლის რეზოლუციის გამო. აქვე გეტყვით, გასული კვირა ოცნებისთვის მძიმე იყო არა მხოლოდ პასეს რეზოლუციის გამო, გახსოვთ დიდმა ბრიტანეთმა ეს დროში დაემთხვა ჯამში 4 პირი დაასანქცირა, მათ შორის კი პირველად მოხვდა გენერალური პროკურორი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი.